1926 წლის 3 დეკემბერს პარასკევს ინგლისელი დეტექტიური რომანების ავტორი აგატა კრისტი თავისი ბერკშირის სახლიდან გაუჩინარდა. ეს იყო იდეალური ამბავი ტაბლოიდებისთვის, აი დაახლოებით ისეთი, როგორცაც თავად აგატა კრისტის ნოველებში ვკითხულობთ. მაგალითად, დეტექტიურ მოთხრობაში ვინ ჩაიდინა ეს. აგატას გაუჩინარებას ყველაფერი ჰქონდა, საიდუმლო, დრამა, ეჭვები, მაგრამ რა იყო სინამდვილეში მისი გაუჩინარების მიზეზი? სად გაქრა 11 დღით დეტექტივების მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი. მოდი ამ ვიდეოში ეს ბევრისთვის უცნობი ამბავი გამოვიკვლიოთ. მას ასე, წამომყევი, მე და შენ ახლა აგატა კრისტის რამდენიმე დღიან გაუჩინარებას გამოვიძიებთ. მანამდე გამოიწერე არხი და დაალაიქე ეს ვიდეო. 1926 წლის 3 დეკემბერს პარასკევს საღამოს დაახლოებით 9:30-ზე აგატა კრისტი წარმოდგა სავარძლიდან, კიბეზე ავიდა. მან 7 წლის მძინარე ქალიშვილს როზალინდს აკოცა. ღამემშვიდობისა უსურვა და ისევ ქვემოთ ჩავიდა. შემდეგ თავის ავტომობილში მორის კოულში ჩაჯდა და ღამის სიბნელეში გაუჩინარდა. მომდენო 11 დღის განმავლობაში ის არავის უნახავს. მის მოსაძებნად ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო. ეს ბუნებრივი იყო, რადგან აგატა კრისტი იმ დროისთვის უკვე ცნობილი მწერალი გახდა. საქმეში 1000-ზე მეტი პოლიციელი და ასობით მოხალისე ჩაერთო. პირველად ისტორიაში ძებნისთვის თვითმფრინავების კი გამოიყენეს. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა უილიამ ჯოინსონ ჰიქსმა პოლიციას მოუწოდა უფრო სწრაფი მოქმედებისკენ. ძებნაში ჩაერთო ბრიტანეთის ორი ყველაზე ცნობილი დეტექტიური მწერალიც, შერლოკ ჰოლმსის შემქმნელი სერ არტურ კონან დოილი და ლორდ პიტერ უიმსის სერიის ავტორი დოროთი სეიერსი. ხალხს და მთავრობას იმედი ჰქონდათ, რომ მათი გამოცდილება და პროფესიული ცოდნა დაკარგული მწერლის პოვნაში დაეხმარებოდათ. პოლიციამ მალევე იპოვა აგატა კრისტის მანქანა. ის ნიულენდს კორნერთან გილფორდის მახლობლად ციცაბო ფერდობზე მიტოვებული იდგა. მანქანის ფარები ანთებული იყო, შიგნით კი მხოლოდ აგატას მართვის მოწმობა და ტანსაცმელი იპოვეს. თავად აგატა კრისტი არსად ჩანდა. როცა 1, 2, 3 დღე გავიდა და კვლავ ვერაფერი გაარკვიეს, საზოგადოებაში ეჭვები და ვარაუდები გაიზარდა. პრესამ იმ ისტორიაზე ნამდვილი აჟიოტაჟი შექმნა და სულ უფრო სკანდალურ და შემზარავ ვერსიებს ავრცელებდა. ეს მართლაც იდეალური ტაბლოიდური ამბავი იყო, ზუსტად ისეთი, როგორიც აგატა კრისტის დეტექტიურ რომანებში ხდება. აგატას მანქანის პოვნის ადგილის სიახლოვეს ბუნებრივი წყარო სახელად მდუმარე აუზი მდებარეობდა, თუმცა აგატას სხეული ვერც ტბაში იპოვეს. იმ დროს კრისტის კარიერა წარმატების მწვერვალზე იყო. მისი მეექვსე რომანი როჯერ აკროიდის მკვლელობა ძალიან კარგად იყიდებოდა, ხოლო თავად აგატა უკვე ეროვნული მასშტაბით პოპულარული ადამიანი იყო. ზოგი ფიქრობდა, რომ მთელი ეს ამბავი მხოლოდ სარეკლამო ხრი გახდათ. ჭკვიანურად გათვლილი ნაბიჯი აგატას ახალი წიგნის პოპულარიზაციისთვის. სხვები კი ბევრად უფრო ბნელ სცენარს ვარაუდობდნენ. იყო ჭორები, რომ აგატა შესაძლოა ქმარმა არჩი კრისტიმ მოკლა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის ყოფილი მფრინავი და ქალებთან ურთიერთობით ცნობილი კაცი იყო. როგორც წერენ, მას შესაძლოა საყვარელის ჰყავდა. არტურ კონან დოილმა, რომელიც მისტიკით იყო გატაცებული, საიდუმლოს ამოხსნა პარანორმალური გზით სცადა. მან აგატა კრისტის ერთ-ერთი ხელთათმანი ცნობილ მედიუმს მიუტანა, თუმცა მწერლის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. შესაძლო კვალის მოსაძებნად კრისტის გაუჩინარების ადგილი დოროთი სეიერმაც მოინახულა, მაგრამ უშედეგოდ. ძებნის მეორე კვირისთვის ეს ამბავი უკვე მთელმა მსოფლიომ შეიტყო. აგატა კრისტის გაუჩინარების ამბავი ნიუ-იორკ ტაიმსის პირველ გვერდზეც კი მოხვდა. 10 დღის შემდეგ ჰაროგეიტში სასტუმროს მთავარი მიმტანი პოლიციას დაუკავშირდა და გასაოცარი ამბავი შეატყობინა. მიმტანი პოლიციას ეუბნებოდა, რომ ენერგიული, კომუნიკაბელური სამხრეთ აფრიკელი სტუმარი სახელად ტერეზა ნილი შესაძლოა სინამდვილეში შენიღბული, დაკარგული მწერალი ყოფილიყო. არჩი კრისტი პოლიციასთან ერთად იორკშირში გამგზავრა და სასტუმროს სასადილო ოთახის კუთხეში დაჯდა. უყურებდა, როგორ შემოდიოდა მისი გაუცხოებული ცოლი, როგორ იკავებდა ადგილს სხვა მაგიდასთან და გაზეთის კითხვას იწყებდა, რომელშიც თავად აგატას გაუჩინარების ამბავი იყო მოთხრობილი. როდესაც მისი ქმარი მიუახლოვდა, იქ მყოფებმა შენიშნეს, რომ მამაკაცი, რომელზეც აგატა თითქმის 12 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული, მან ვერ იცნო. თავად კრისტი ვერაფერს ხსნიდა. მას საერთოდ არ ახსოვდა რა მოხდა.
პოლიციას კი მომხდარის აღდგენა სხვადასხვა მინიშნებების მიხედვით მოუწია. ბრიტანელებმა აგატა კრისტის საქმის გამოძიების შედეგად დაასკვნეს, რომ წერალი სახლიდან გავიდა და ლონდონისკენ გაემართა. გზაში აგატამ მანქანა დაამტვრია, შემდეგ კი მატარებლით ჰაროგეიტში ჩავიდა. იქ მან სასტუმრო სვან ჰიდროში დღევანდელ Old Swan ჰოტელში დაიდო ბინა. თითქმის ყოველგვარი ბარგის გარეშე. განსაკუთრებით უცნაური იყო ის, რომ მან ყალბის სახელი ტერეზა ნილი გამოიყენა. 1920-იან წლებში ჰაროგეიტი ელეგანტურობისა და მაღალი საზოგადოების ცენტრი იყო. ქალაქის სავსე იყო მოდურად ჩაცმული ახალგაზრდებითა და მაღალი წრის წარმოადგენლებით. აგატა კრისტი არაფრით იწვევდა ეჭვს. ის თავისუფლად მონაწილეობდა ცეკვებში და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებში. საბოლოოდ იგი ერთ-ერთმა ბანჯოს შემსრულებელმა ბობ ტეპინმა იცნო და პოლიციას აცნობა. პოლიციამ ამის შემდეგ მის ქმარს პოლკოვნიკს არჩი კრისტის შეატყობინა, რომელიც მაშინვე ჩავიდა მის წამოსაყვანად. ახლა დაკვირვებული მსმენელი მიხვდებოდა, რომ ცოტა ხნის წინ ვახსენე არა ბანჯოს მოცეკვავი, არამედ სასტუმროს მიმტანი. დიახ, ასეთი განსხვავებული ვარიანტები არსებობს აგატა კრისტის ამ ისტორიასთან დაკავშირებით. ხო და ასედაც და ისედაც ჩავიდა ქმარი აგატასთან, მაგრამ აგატა წასვლას არ ჩქარობდა. სანამ თავად საღამოს კაბას იცვამდა, აგატამ ქმარი სასტუმროს ფოიეში ალოდინა. ბევრმა ადამიანმა სცადა აეხსნა რა მოხდა სინამდვილეში 1926 წლის დეკემბერში. მისი ქმარი ამტკიცებდა, რომ აგატა სრული ამნეზია განუვითარდა, თუმცა ბიოგრაფი ენდრიუ ნორმანი მიიჩნევს, რომ ის შესაძლოა ფუგის მდგომარეობაში იმყოფებოდა, უფრო ზუსტად ფსიქოგენურ ტრანსში. ეს იშვიათი მდგომარეობაა, რომელიც ძლიერი ემოციური ტრამვის ან დეპრესიის შედეგად ვითარდება. ნორმანის თქმით, ახალ პიროვნებასთან ტერეზა ნილისთან თავის გაიგივება და ის ფაქტი, რომ აგატა საკუთარ ფოტოს გაზეთებში ვერ ცნობდა, მიუთითებდა მის ფსიქოგენურ ამნეზიაზე. აგატას ფსიქიკური მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და მოგვიანებით ის ამ მდგომარეობას აღწერს პერსონაჟ სელიას მეშვეობით თავის ავტობიოგრაფიულ რომანში დაუმთავრებელი პორტრეტი. აგატა კრისტის შესახებ წიგნებში ხშირად ნახავთ, რომ მისი გაუჩინარების შემდეგ მას ამ თემაზე აღარ ასძოს საუბრია, თუმცა ეს დიდი ტყუილია. როდესაც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერლის ბიოგრაფიის კვლევა დავიწყე, ყვითელი პრესის ამ ვერსიამ იმდენად გამომირიცხა აზროვნება, რომ ძალიან გამიკვირდა, როდესაც აღმოაჩინე, რომ ეს საერთოდ არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მართალია, 1926 წლის მოვლენების შემდეგ აგატა ძალიან ერიდებოდა მედიასთან ინტერვიუების მიცემას, მაგრამ 18 თვის შემდეგ 1928 წელს მწერალმა თავისი გაუჩინარების შესახებ საკმაოდ ცელი ინტერვიუ მიცა, ვის თუ არა Daily Mail-ის. დიახ, გაზეთს, რომელსაც მილიონობით ადამიანი კითხულობდა და კითხულობს დღემდე. სწორედ ამიტომ მწერლის პოპულარობის, წარმატებისა და შემდგომი ბედნიერების მიუხედავად, აგატა კრისტის ცხოვრებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ამბის განცდა მაქვს. პრობლემა ის იყო აგატას შემთხვევაში, რომ არავინ უსმენდა მის ნათქვამს. ეს იმიტომ ხდება, რომ იმ ინტერვიუში მოთხრობილი ისტორია ძნელი მოსასმენია, რადგან ამბავი საერთოდ არ ეხება მოღალატე ქმრის დადანაშაულებას. ამბავი ფსიქიკურ აშლილობაზეა. ინტერვიუში აგატა კრისტი ყვებოდა, რომ ის ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად იყო. გადარჩენის შემდეგ ის იმ მდგომარეობაში ჩავარდა, რასაც ფსიქიატრები ფუგის მდგომარეობას უწოდებენ. ფუგის მდგომარეობა არის საკუთარივე გონებაში საკუთარი თავის დაცვა. დაცვა იმ რეალობისგან, რომელიც აუტანლად მიაჩნიათ. ეს ფსიქიკური აშლილობის ისეთი ფორმაა, რომლის დროსაც შეგიძლია საკმაოდ ნორმალური რაღაცები აკეთო, მაგალითად, ჰაროგეიტში წახვიდე, მაგრამ არ შეგიძლია ვინმეს უთხრა ვინ ხარ და რა ქვია. აქედან გამომდინარეობდა აგატას ყალბის სახელიც და არასტაბილური ქცევაც. 2023 წელს Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მტკიცებულებები იყო მოცემული. იმ სტატიის მიხედვით აგატა ქმართან ჩხუბისთანავე ლონდონში გასართობად გაემგზავრა. დალია ჩაიდა საყიდლებზე მდიდრულ უნივერმაღში გაემგზავრა. 14 დეკემბერს ის იორკშირის მდიდრულ სასტუმრო Swan ჰიდროპატიკში ყალბის სახელით მივიდა. ამ ორ მოვლენას შორის რა მოხდა უცნობია. მაშინ ვარაუდობდნენ, რომ მთელი ეს ამბავი პაპარაცების თავიდან ასაცილებლად ფარულად გატარებული შვებულება შეიძლებოდა ყოფილიყო. ზოგიერთი ვარაუდობდა, რომ აგატას გაუჩინარება მისი ნაშრომის პოპულარიზაციის რადიკალური საჯარო ხრიკი იყო, ან ქმრის წინააღმდეგ შურისძიების აქტი. თუმცა ხალხმა ყველაზე სარწმუნოდ ცოლ-ქმრის ჩხუბი მიიჩნია. როგორც ისტორიკოსები წერენ, 1926 წლის 3 დეკემბრის საღამოს წყვილმა იჩხუბა. საზოგადოებამ დაახლოებით ასეთი სცენარი დაიჯერა. არჩი კრისტი სახლიდან წავიდა, რათა შაბათ-კვირა მეგობრებთან, მათ შორის მის საყვარელთან ერთად გაეტარებინა. აგატამ ქალიშვილი მოახლესთან დატოვა და იმავე საღამოს თავადაც სახლიდან გავიდა, რითიც დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო, რომელიც თავად აგატას ოდესმე შეუქმნია. თუმცა აგატა სულ სხვანაირად აღწერდა თავის ამბავს. მაგრამ რატომ მოყვა
თავისი ის ამბავი მხოლოდ 2 წლის შემდეგ. აქაც შეიძლება არსებობდეს მიზეზი. შესაძლოა ეს იმიტომ გააკეთა აგატა კრისტიმ, რომ მას 1928 წლისთვის განქორწინების სასამართლო ჰქონდა. აგატას ძალიან სურდა ქალიშვილის მეურვეობის მოპოვება და იცოდა სიმართლე უნდა ესაუბრა. ჩემი აზრით, აგატას ინტერვიუს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, სადაც აგატა ამბობს, რომ მართალია ის საშინლად ავად იყო, მაგრამ არასდროს არაფერი დაუშავებია მისი შვილისთვის. მას სურდა ეჩვენებინა, რომ ის არ იყო ის ცუდი დედა, რომლის შესახებაც მოსამართლემ გაზეთებში წაიკითხა. აგატამ ქალიშვილის მეურვეობა მიიღო. მაგრამ ალბათ ხვდებით რა ფასად დაუჯდა მას სიამაყე და პირადი ცხოვრება. ის იძულებული გახდა საჯაროდ ესაუბრა პირად საკითხებზე. აგატა კრისტი არ უღებდა გენდერულ წესებს, მაშინ მსოფლიო სულ სხვანაირი იყო. როცა თავის სამწერლობო კარიერას იწყებდა, აგატამ გადაწყვიტა, რომ თავისი წიგნებისთვის მამაკაცის ფსევდონიმი უნდა გამოიყენებინა, თუმცა მისმა გამომცემელმა დაინახა, რომ ქალი მწერლებისთვის ახალი შესაძლებლობები უკვე არსებობდა და გადაწყვიტა, რომ აგატას საკუთარი სახელი უნდა გამოიყენებინა. თუმცა მაშინ მამაკაცის საქმის შემსრულებელი, მამაკაცის საქმე რა თქმა უნდა ბრჭყალებში, პიონერი ქალები ხშირად უარყოფით შეფასებებს იღებდნენ. ეს ყველაფერი აგატას წინააღმდეგ იყო მიმართული. მას დიდი ბრძოლა მოუწია. მაშინ როცა აგატას ქმარი არჩი პოლიციასთან ერთად იორკშირში გაემგზავრა და სასტუმრო სასადილო ოთახის კუთხეში დაჯდა, უყურებდა როგორ შემოდიოდა მისი გაუცხოებული ცოლი. როგორ იკავებდა ადგილს სხვა მაგიდასთან და გაზეთის კითხვას იწყებდა, რომელშიც თავად აგატას გაუჩინარების ამბავი ეწერა. როდესაც მისი ქმარი მიუახლოვდა, იქ მყოფებმა შენიშნეს, რომ მამაკაცი, რომელზეც აგატა თითქმის 12 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული, მწერალმა ვერ იცნო. მაგრამ აგატა კრისტი მალევე გამოჯამთელდა და კვლავ შეუდგა წერას. თუმცა ის აღარ აპირებდა ქმრის ღალატის მოთმენას. 1928 წელს ისინი დაშორდნენ. აგატა მოგვიანებით ცოლად გაყვა ცნობილ არქეოლოგს სერ მაქს მელოუნს, ხოლო არჩი კრისტი ნენსი ნილზე დაქორწინდა. მაშასე, თუ მსოფლიოში ალბათ საუკეთესო დეტექტიური ჟანრის მწერლის ბიოგრაფიულ წიგნში შეხვდები ასეთ კითხვას, ზუსტად რა მოხდა იმ დაკარგულ 11 დღეში, აგატა კრისტიმ დატოვა საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც თვით მისი რომანების მთავარი გმირი ერკიულ უაროც კი ვერ შეძლებდაო, შენ უკვე შეგიძლია უპასუხო, რაც აქ ერთად გავარკვიეთ. ჩვენ ამ ვიდეოში ამოვხსენით აგატა კრისტის საიდუმლო, მე და შენ. სხვა ვიდეოებში კი უფრო საინტერესო ამბებს მოგიყვები. გამოიწერე არხი და მოიწონე ეს ვიდეო. დიდი მადლობა.